ესეთი პირების ქმედება, რაც ჩვენ გუშინ წინ ვიხილეთ, გუშინ ფიზიკურად ვერ ვიხილავდით ამას, ამის საშუალება ჩვენ მაგათ არ მივეცით. ისინი ჩაიკეტდნენ უბში და იყვნენ იქ, სადაც მათი ადგილი იყო. მაგრამ რაც გუშინ წინ ვიხილეთ, კი, ხელები ეკავებოდა და ხელები, ვისაც ეკავება, ის პოლიციის უკიდან არ იქნევს მაგ ხელებს წინა დღეს. ვისაც ხელები ეკავება და მაგის თავი აქვს. თუ რაღაც სხვა მიზეზებით ეკავებათ, ეს მოკითხონ ექიმს, მართლა სწორად აღნიშნა ბორის ყურუგამ. იცით რა არის, ჩემი აზრით, აი ხლა რასაც ვადევნებ თვალს, ეს არის იმათი რაღაცა გამოვლინება, მათი კომპლექსების გამოვლინება, ვისაც არ ჩაუვლია არც ქართველობასთან, არც ღირსებასთან, არც ქრისტიანობასთან და ეს არის იმ ადამიანების გამოვლინება, ვინც მაგარია მხოლოდ პოლიციის უკან წიხლების ქნევით, ხელების ქნევით მაგარია მხოლოდ გოგოებთან, ის გოგოებიც მათზე ბევრად ძლიერები არიან, ცხრაშვილის დედას დაარტყეს ხელი. ეს არის წარმოუდგენელი და წარმოუდგენელია ამათი თანამოაზრეობა რომელიმე ადამიანს უნდა საქართველოში და მე მგონია რომ კიდევ აი ამის მერე კიდევ უფრო მეტად კიდევ უფრო ცხადი არის თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე რეალურად და როგორი მცირე ჯგუფი და როგორი უღირსი ჯგუფი მართავს დღეს ქვეყანას და როგორი უღირსი ჯგუფი რაღაც ახალისებს ამას იმიტომ ვეძახ ანტიქართულ ოცნებას მე ამას რომ ანტიქართულ ანტიეროვნულ არაკაცობს აქციელს ახალისებენ ისინი რაც საქართველოში რომელსაც აქვს პრეტენზია მართლა ამ ქვეყანას უდიდესი ისტორია აქვს ტრადიციებზე ღირსებას ქრისტიანობაზე ის რომ ვიღაცამ რაღაც შეღება ის ვერასდროს ვერ იქნება უფრო მძიმე დანაშაული ვიდრე ქალზე ხელის აწევა და რეალურად ეს არის და მინდა ვთქვა უბრალოდ რომ ის რა არის ამ ადამიანებმაც უნდა გაითვალისწინონ რომ ეს უფროსები შეიძლება წავიდნენ მე მგონია რომ მაინც შორს ვერ წავლენ მაგრამ იმ თვითფრინავზე რომლითაც ისინი ეცდებიან წასვლას ამათი ადგილი არ იქნება გავიხსენებ ასლან აბაშიძე იყო ასეთი მართველი აჭარის მართველი რომელმაც ძაღლიც კი წაიყვანა თავისი მაგრამ დატოვა მისი ერთგული ჯარისკაცები რომელსაც დღეს როგორც ქართული ოცნება მათ დღეს უწოდებს და ეს გაითვალისწინონ ამაზე დაფიქრდნენ და თუ უნდათ რომ რაღაცა სერიოზულად პასუხი არ აგონ ჯობია დროზე მოიგონ გონს იმიტომ რომ გუშინ ქართულმა ხალხმა დაამყარა იქ მშვიდობა ბიჭებმა კი არა როგორც ჩემმა მოგვარედ ქართული ოცნების დეპუტატმა თქვა ქართულმა ხალხმა დაამყარა იქ მშვიდობა და მშვიდობა დავამყარეთ იმით რომ არ ავყევით მათ პროვოკაციას პოლიციაც კი არ ჩააყენეს შუაში რომ ეგონათ რომ რაღაცას ვიზავთ მაგრამ ბევრად უფრო გონიერები ვართ ბევრად უფრო ვაშკაცურად მიუდექით ამ ყველაფერს და რა მინდა იცი კითხო აი რეალურად რასთან აი ჩვენ ორმაგ სტანდარტზე ვლაპარაკობთ მაგრამ პირველ რიგში ჩვენ აი კანონის საკითხებიდან ამოვიდეთ ხო რა არის მნიშვნელოვანი რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე იყოს თანასწორი და პირველ რიგში ამას უნდა ასხივებდეს ხელისუფლება და ამის მაგალითებს უნდა აჩვენებდეს და მაგრამ აი ახლა ეს საკითხი რომ გადავწიოთ გვერდით ქალებზე მოძალადე არაკაცები არიანო იგივე თქვენმა მოგვარე დეპუტატმა თქვა რომელიც კალაძის შტაბს ხელმძღვანელობს და მადლობა გადაუხადა ვაჟკაცი ნამდვილი ქართველი ბიჭები და ეს რაღაცა ეროვნულ იდენტობაზე აქცენტის გაკეთებას რაღაცა ოცნება რომ აი ამის ექსკლუზივს იჩემებს ამაზე მინდა კითხო კონკრეტულად იმიტომ რომ დღეს არანაკლები ესეთი კომენტარი ქონდა კალაძეს რომელიც აქცენტს აკეთებდა რომ აი იმათ ვინც იქ არიან აი არც საკუთარ სქესს რაღაც ეროვნებას რელიგიას და სამშობლოს ისინი არ ცნობენ აი საიდან და რატომ აი როგორ ფიქრობ რეალურად ვისი დაჯერება არის შესაძლებელი ამ რიტორიკით და რეალურად რა ყვებავს აი ამ სათქმელს რომელსაც პერიოდულად მიმართავენ ოცნების წარმომადგენლები ეს პარტია ვერანაირ ხმას ვერ უნდა იღებდეს საერთოდ მსგავს ვერაფერზე ჩემი აზრით ეროვნულობაზე ამათ ყველაზე ნაკლებად ამოიღება დღეს ხმა საქართველოში არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია, გამოდიოდე და ნუ ამბობდე რომ აი ქალზე ხელისაწევა არაკაცობა, ამბობდე რომ ტრადიციების ერთგული ხარ და იმას ახალისებდე რაც ვნახეთ, გამორბენა, უცებ ჯგროდ გამორბენა, თან რაღაცა გაუგებარი ადამიანების რო ვერ გაიგებ ზოგს უბრალოდ რო შეხედა უბრალოდ ვერ გაიგებ რა არის, ვინ არის, საიდან მოვიდა, ანუ ეს მინდა რომ გაიგონ კარგად რომ ეს არის არც კაცური, არც კანონიერი, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდებიან რა. ეს არის ძირითადად აქ თავარი ამბავი რომ ყველანაირ ჩარჩოდან არიან გამოსულები რაღაცა გაუგებარ ქმედებს მიმართავენ, გაუგებარ საქციელებს მიმართავენ და ამაზე უნდა გაეცეთ მათ პასუხი ისევე როგორც საჭირო არის, როგორც გუშინ გავეცით მაგალითად. ასევე კანონიერად უნდა გაეცეთ პასუხი, იმიტომ რომ შეუძლებელია ქვეყანაში ამის ახალისება ხდებოდეს, რომ რაღაც ბანდები დარბოდნენ, თან ვერც დარბოდნენ, ანუ ისევ პოლიციას ეჭიმებოდნენ, ისევ პოლიციას ეუბნებიან, რომ ხო ის შენიანი ვარ და არ დამიჭირო და პოლიციაც ამას იტანდეს. ეს არის საერთოდ ყველანაირი საგარეო ორიენტაცია ხო არეულეთ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული ჩემი აზრით და ორიენტაცია აქვს არეული იმ ხრივაც, რომ პოლიციას არ გავს, ქუჩის ბიჭს არ გავს და ვაჟკაცს არ გავს, რასაც თვითონ იბრალებენ. და ეს უნდა დაალაგდეს ჩემი აზრით იმასთან ერთად, რომ ამ ქვეყანაში გუშინ მშვიდობა აღვადგინეთ
ამ ქალაქს გუშფრიდობა აღვადგინეთ, სამართალი, ნამდვილი ქართული სამართალი უნდა აღვადგინოთ და ის, ვისაც არ აქვს მოსაღები აი არც ტრადიციაზე, არც ეროვნულობაზე, იმან ხმა ვერ უნდა ამოიღოს ამაზე და ეს უნდა დამყარდეს მართლა. ანუ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. თუ ყველაფერს ამ ქვეყანაში თავის სახელი ერთხელ სამუდამოდ არ დაერქვა, 30 წელი ამას ვიმკით რეალურად, რა რომ ვერაფერს ვერ დაერქვა თავის სახელი და დაერქმევ ამ ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელი და ჩემი აზრით იზეიმებს სამართალი იმით, რომ ყველანაირად ესენი რაღაც დაერქმევ ამას თავის სახელი, რომ ჩაჭრილები არიან ყველაფერში.